მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ ხდომას. დღის წესრიგში გვაქვს 3 საკითხი და საორგანიზაციო საკითხები ასევე. დამატებების შესწორებები დღის წესრიგით ახლა რა გაქვთ? გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. მაშინ გადავდივართ დღის წესრიგის პირველ საკითხთან. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის მომადგილე ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი ყავს მოხსენებელი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშს. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმები ქალბატონ თამუნ აკვინიგაძეს, რომელიც განათლების სამინისტროს წარმოადგენს. მოგესალმებით, მივესალმები აპარატის წევრებს. პარლამენტარებს გისმენთ ბატონო გიორგი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი ანგარიშია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში. რამდენიმე მოსმენა საკომიტეტო შედგა წინა კვირას. დღეს სტუმრად ვართ თქვენთან, თქვენ კომიტეტში. მინდა მივესალმო კოლეგებს, მეგობრებს. ყოველთვის პატივია ჩემთვის თქვენთან სტუმრობა. ფაქტიურად ჩემს სახლს უბრუნდები ხოლმე ისე რომ მშობლიურს ისე რომ მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. მე შევეცდები მოკლედ წარმოგიდგინოთ ანგარიში საკმაოდ მოცულობითია. ყველას ხელთ გაქვთ, ყველას დაურიგდა და ძირითად პოსტულატებს და პრინციპებს წარმოგიდგენთ, რაც გამომდინარეობს ჩვენი საქმიანობიდან და ასახულია წინამდებარე ანგარიშში. საქართველოს მთავრობის 24 წლის 27 თებერვლის 56 დადგენილებით დამტკიცდა დასაქმების ხელშეწყობის 24 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ძირითადად მოიცავს 4 ქვეპროგრამას. პირველი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება განხორციელება. მეორე ქვეპროგრამა არის სამუშაო მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით, გაძლიერებით სამუშაო მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა. მესამე ქვეპროგრამა გახლავთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, მათი საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის დახმარების უზრუნველყოფის გზით და მეოთხე ქვეპროგრამა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა. მე წარმოგიდგენთ 2024 წლის საქმიანობის ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია და ციფრები მრავლისმეტყველია. 24 წლებში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა სულ 73507 სამუშაო მაძიებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ინდივიდუალური კონსულტირება ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე გაეწია 116919 სამუშაო მაძიებელს. 86151 სოციალურ დაუცველ სამუშაო მაძიებელს მუნიციპალურ დონეზე გაეწია კონსულტირება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაიწყო 22 წლიდან გარკვეული ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე COVID პანდემიას გულისხმობ პირველ რიგში. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 32804 პირი, გარდა ამისა 39707 სოციალურ დაუცველ სამუშაო მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე. მოწყვლადი და დაბალ კონკურენტუნარიანი სამუშაო მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტირება 942 მოწყვლად პირს გაეწია. კარიერის დაგეგმვა პროფესიული კონსულტირება გაეწია 15577 სამუშაო მაძიებელს, მათ შორის 173 პირს სასჯელასრულების დაწესებულებებში. სამშუამავლო მომსახურება მიეწოდა 13777 სამუშაო მაძიებელს, ჩატარდა 53 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000-მდე დამსაქმებელმა,
იურიდიულ პირებს კომპანიებს გულისხმობ და 6000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 111 დამსაქმებელი და 674 სამუშაოს მაძიებელი, ანუ სტაჟიორი. ხელფასების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 20 დამსაქმებელი და 31 სამუშაოს მაძიებელი. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში ჩაერთო 12642 სამუშაოს მაძიებელი. საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის 428 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ. ეს არის ზოგადი მონაცემები. დასაქმების პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება და არ შემოისაზღვრება მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო საქმიანობით. აქ მრავალი მიმართულება არის ჩამოყალიბებული და მოცემული. ერთ-ერთი საკმაოდ კივნეული ჩვენთვის პრობლემა გახლავთ შრომითი მიგრაციის რეგულირება ქვეყანაში. მე პირველ რიგში უკანონო შრომითი მიგრაციას გულისხმობ. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენთან ელექტრონულ ბაზებში ლეგალურად აღრიცხულია 40000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაარეგისტრირა და წარმოადგინა სამინისტროში შესაბამის სამსახურში დამსაქმებელმა, ანუ უმეტესად არიან იურიდიული პირები, რომელიც არეგისტრირებენ უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებს, ვისაც წადია საქართველოში მუშაობა, მაგრამ გამოწვევად რჩება უკანონო შრომითი მიგრაცია. მე მგონი შეუერთებელი თვალითაც ჩანს, რომ უამრავი უცხოელია საქართველოში შემოსული, რომელიც არა მხოლოდ შრომითი საქმიანობით არის სამწუხაროდ დაკავებული ხოლმე ხშირად ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ მიმართულებას უკანონო შრომით მიგრაციას. ციფრი საკმაოდ საგანგაშოა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გარკვეულწილად პასუხობს ამ გამოწვევას. არ დაგიმალავთ და ჩვენც ვართ ჩართული ინიციატივის შემდგომ განვითარებაში და დახვეწაში. რამდენიმე შეხვედრა გქონდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კოლეგებთან, მიმდინარეობს გადამუშავება კანონპროექტის. გვინდა რომ მეორე მოსმენით თქვენს წინაშე რამდენიმე სიახლე წარმოადგინოთ, რომლებიც გამომდინარეობს კანონპროექტის, წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი პრინციპებიდან და გვინდა მიმართულებით რამდენიმე საკმაოდ გაბედული და პროგრესული, რაც თავარია, ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენი აზრით უნდა იყოს შემოღებული შრომითი საქმიანობის ნებართვა საქართველოში, როგორც ყველგან ევროკავშირის მთელ სივრცეზე. სივრცეში უფრო სწორად ყველგან არის აღნიშნული ნებართვა შემოღებული. ადამიანები ლეგალურად უნდა საქმიანობდნენ, საქართველოში უნდა იხდიდნენ გადასახადებს, რაც თავარია და საფრთხეს არ უნდა უქმნიდნენ საქართველოს ღია შრომით ბაზარს. კონკურენცია, რა თქმა უნდა, მოსაწონია, ოღონდ ეს უნდა იყოს ლეგალური კონკურენცია. კანონისმიერი, კანონის ფარგლებში მოქცეული და შესაბამისად სახელმწიფოს უკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ მოვიგონებთ, გავაკეთებთ იმას, რაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. ველური ესეთი შრომის ბაზარი, ყოველგვარი დადგენილი სტანდარტების და წესების გარეშე არის ძალიან ცუდის მომტანი, მე ვფიქრობ, საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვის და რაც თავარია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი დათქმიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და იქნება ხელშესახები შედეგები. აი მოკლე ციფრს გეტყვით, მხოლოდ ერთ ციფრს გეტყვით. საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით 22-23 წლებში საქართველოს შემოვიდა 229334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დარჩა მინიმუმ 6 თვე პლუს 1 დღე. შესაბამისად იმის გათვალისწინებთ, რომ მიგრაციის ძირითადი მიზანი შემადგენელი ნაწილი დასაქმება და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკა ნამდვილად არასახავს საქართველოში დასაქმებული შრომითი მიგრანტების ზუსტ ციფრს. აქედან გამომდინარე, ეს გამოწვევად რჩება და ამ გამოწვევის დაძლევაზე, რა თქმა უნდა, აქტიურად მუშაობთ. ეს იყო მოკლედ რისი წარმოდგენა. დიდი მადლობა, ბატონო გიორგი. შეკითხვები აქვს დეპუტატებს, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია თქვენ უკვე
რამოდენიმე დღე ვიხილავთ ამ საკითხს თქვენს ანგარიშს და მიუხედავად ამისა, მაინც მნიშვნელოვანია საკითხი, დიდია ინტერესი ქვეყანაშიც და რა თქმა უნდა დეპუტატებსაც ხალბატონო ირმა გისმენთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მართლაც პირველად არ ვისმენ ამ ანგარიშს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მოსმენის დროს კიდევ ჩნდება ისეთი კითხვები, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი შეიძლება გახდეს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა პირდაპირ პროპორციულია დასაქმების და დასასაქმებელი ტიპების ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებასთან არის პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებული, საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება რომელიმე საკითხი იყოს. მე მაქვს რამოდენიმე კითხვა. პირველი, თქვენ თქვით, რომ შთამბეჭდავი ციფრები თქვით დასაქმების ნაწილში და მივესალმები ამ ციფრებს. თქვენი სააგენტოს მიერ დასაქმებული ადამიანების შემდგომი თვალყურის მიდევნება თუ ხდება, რამდენ ხანს რჩებიან ამ სამსახურში და კიდევ ხელახლა ხომ არ ხდება იგივე ადამიანების ამ სააგენტოში უკან მობრუნება დასაქმების სურვილით. ეს ერთი საკითხი. მეორე, თქვენ თქვით, რომ გარდა იმ ციფრისა, რომელიც არალეგალურად არის საქართველოს შრომის ბაზარში შემოსული უცხოელებისა, არსებობს კიდე ლეგალურად შემოსული ადამიანები დასაქმების სურვილით და ისინი საქმდებიან. თუ სტატისტიკა ეს ადამიანები ვინ არიან? მაღალი პროფესიონალური რომელიმე პროფესიის განსაკუთრებული მცოდნე ადამიანები, რომლის საჭიროება ჩვენ შრომის ბაზარზე აუცილებელია თუ და საჭიროა თუ არა ესეთი ჩვეულებრივად დასაქმების მსურველი სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსული და რაც ყველაზე მთავარია, უფრო მეტად რომელი ქვეყნიდან არის შემოსული, თუ არის ეს სტატისტიკა ორივე შემთხვევაში, ლეგალურ შემთხვევაშიც და არალეგალურ შემთხვევაშიც და მესამე არალეგალური მიგრანტების შემოსული ადამიანების ირგვლივ მინდა ესეთი კითხვა დავსვა. თქვენ თქვით, რომ მიკვლევადობა ცოტა ძნელია არალეგალურად შემოსულების და კანონმდებლობა იცვლება იმის გამო, რომ უფრო ზუსტი ინფორმაცია გქონდეს, სად არიან დასაქმებულები და რას აკეთებენ. განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა ისეთი დასაქმების სფეროებს, რომლებსაც ძალიან დიდი შეხება აქვთ საზოგადოებასთან. ეს არის ტაქსის მძღოლები და მიტანის სერვისის სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. პირადად მეც ვსარგებლობ ამ ორივე სერვისით და ძალიან ხშირად მხვდება უცხოელი. ამათი იდენტიფიცირება ბევრად უფრო ადვილია, იმიტომ რომ ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობენ და რაიმე ნაბიჯი თუა გადადგმული, რომ ტაქსის და ვოლტის და ასე შემდეგ სერვისის, სხვადასხვა სერვისის, მიმწოდებელი სერვისის კომპანიებში არა ქართველი დასაქმებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას თუ ფლობთ. მადლობა. ხალბატონო, მოდით ერთ კითხვები და ერთად უპასუხოთ ბატონო გიორგი. დიახ, ხალბატონო, გისმენთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა. მექნება რამდენიმე კითხვა თქვენთან ბატონო გიორგი. პირველი, ჩვენ გავაკეთეთ გასულ მოწვევაში საქართველოს მთავრობამ ასეთი კანონი მიიღო სოციალურად დაუცველი ადამიანების ხელშეწყობისა და დასაქმების მიზნით, იმიტომ რომ ისინი შეჩვეოდნენ ამ დასაქმების პროგრამას და შემდეგ აღარ ყოფილიყვნენ სოციალურად დაუცველი მათი ოჯახები. რამდენადაც მახსოვს, ეს ციფრი იყო 30 თუ 32,000, მეორე თუ მესამე წელია უკვე ეს პროგრამა მიმდინარეობს და მაინტერესებს ამ პროგრამის მომავალი რა იქნება, როგორ იქნება და როგორ ხედავ და რა ეფექტი აქვს თუ არა ის ეფექტი და შედეგი, რაზეც იყო ეს პროგრამა გათვლილი. ეს ერთი თემა. მეორე თემა, თქვენ ახსენეთ ის, რომ საზღვარგარეთ ოფიციალურად ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების დასაქმება. ჩვენი მოქალაქეების დასაქმება ოფიციალურად ხდებოდა და თქვენ მოიყვანეთ გერმანიის მაგალითი. ჩვენ გვახსოვს 3-4 წლის უკან ზუსტად გერმანიაში, როცა ჩვენი მოქალაქეები მიდიოდნენ და არც თუ ისე კმაყოფილი ბრუნდებოდნენ, ეს იყო სოფლის მეურნეობის დასაქმების პროგრამა და 423 ახსენეთ თქვენ ციფრი და გერმანიაში კონკრეტულად და მაინტერესებს 4000 დიახ და მაინტერესებს დღეს როგორ არის ამ კუთხით მიმართულება და მესამე. რაც შეეხება აქ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ საზოგადოებას ეს ძალიან აწუხებს
რომელზეც თქვენ ვრცლად ისაუბრეთ უკანონო შრომითი მიგრაციის შესახებ და მაინტერესებთ, რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ ჩვენ რამდენადაც ვიცით, როცა მოსახლეობას ხვდებით, საზოგადოებას ხვდებით, რომ გვეუბნებიან, რომ არ არის სამუშაო ადგილები, თუმცა ძალიან ბევრია უცხოელი ადამიანის შემოსული, რომლებიც არიან ჩვენთან საქართველოში დასაქმებულები. როგორია მოწყვლადობა ამ კუთხით, თანაფარდობა ჩვენს მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის? ჩვენი მოქალაქეები ამ მიმართულებით არ საქმდებიან, არ აქვთ სურვილი თუ ვერ ახერხებენ დასაქმებას. მადლობა. მადლობა. კიდევ ერთ შეკითხვასაც დავუმატებ ბატონ გიორგი, ეს ეხება იცით რომ ჯერ კიდევ მეათე მოწვევას ძალიან აქტიურად ვიხილავდით ამ საკითხს ჩვენთან კომიტეტზე საზოგადოებრივ საწყისებზე დასაქმებულ პირებს ეს ეხებოდა განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს და აი როგორ არის ტენდენცია ამ მიმართულებით გვახსოვს რომ 25000-ის ფარგლებში იყო და როგორია ტენდენცია 24-25 წლებში და რას ფიქრობთ ამ მიმართულებით? დიდი მადლობა. კი ბატონო, პირველი კითხვა ყურადღებას ვაქცევ თუ არა ადამიანები სად დასაქმდებიან და შემდეგ რა ბედიელით მათი კარიერა როგორ ვითარდება და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ერთგვარი შუამავლის როლი დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს გულისხმობ. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს და ვაკავშირებთ მათ დამსაქმებებთან. ამისთვის ვიყენებთ ბევრ საშუალებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფორუმები, სოციალური ქსელებით დიდი აქტიურობა, ვებგვერდი შეიქმნა, WorkNet-ი იქმნება მსოფლიო ბანკთან ერთობლივად მიმდინარეობს პროექტი და ფაქტურად ერთ თვეში სადღაც ოპტიმისტურად ჩაიშვება ახალი WorkNet-ი, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება ადამიანებისთვის და ამ წლის ბოლომდე ფიქრობთ რომ საცდელი რეჟიმიდან უკვე აქტიურ რეჟიმზე გადავართ WorkNet-თან დაკავშირებით და სრულად გაიმართება ეს რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა ჩვენთან და ეს ერთი ორად გაუადვილებს ადამიანებს დაკავშირებადობას ჩვენთან. ეს არის შემდეგ რა თქმა უნდა თუ ხარეები შეთანხმდნენ ეს ორი მხარის ნებაზია დამოკიდებული ჩვენ შეგვიძლია კონსულტირების გაწევა ადამიანისთვის მიიყვანა დამსაქმებლამდე დამსაქმებელთან აქტიური ურთიერთობა და შემდეგ დასაქმება ადამიანის. იქ შემდეგ ადამიანი როგორ ვითარდება, სად გადადის, როგორ წინაურდება, ან როგორ მოდის კონკრეტული დამსაქმებელთან, ამგვარი მონაცემები ჩვენთან არ არის. ამ ეტაპზე ჯერ არ ვარ ჩვენ მისული რომ ბოლომდე მივსდიოთ ადამიანის შრომით კარიერას. რა თქმა უნდა, მას აქვს ნებისმიერ დროს საშუალება მოუბრუნდეს უკან ჩვენთან, მისი მონაცემები ჩვენთან არის გენერირებული ბაზებში და რამდენჯერაც საჭირო იქნება მას შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩვენთან ბაზებში არის რეგისტრირებული ათასობით ადამიანი და სისტემა ჯერჯერობით არ არის ისე ჩამოყალიბებული, რომ ამ უზარმაზარ რაოდენობას ჩვენი მოქალაქეებისას ბოლომდე თვალი გავადევნოთ. ეს რჩება, რა თქმა უნდა, გამოწვევა და ამაზე მომავალში, რა თქმა უნდა, გაგრძელდეს მუშაობა. რაც შეეხება მიგრაციას ზოგადად, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის დიდი გამოწვევა, მე შემიძლია მე მგონი თქვენთან ერთხელ კომიტეტზე წინა თვეში ეს მონაცემები მე გავაჟღერე, ეხლაც ვიტყვი 5 ეულს გეტყვით ქვეყნების რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტების მოქალაქეობის მიხედვით. პირველ რიგში არის პირველ ადგილზე არის რუსეთის ფედერაცია. ჩვენ ლეგალურად რეგისტრირებულებზე საუბრობთ ახლა მხოლოდ იმ 40,000-ზე მიახლოებით. მეორეზეა ბელარუსი, მესამეზე თურქეთი, მეოთხეზე ინდოეთი, მეხუთეზე თურქმენეთი. ასევე წელს უпроსორეთ წელს კი ბატონო 25 წლის 1 იანვრიდან 10 აპრილის მდგომარეობით გვაქვს მონაცემები. პირველ ადგილზე არის ინდოეთი, მეორეზე რუსეთის ფედერაცია, მესამეზე თურქეთი, მეოთხეზე თურქმენეთი, მეხუთეზე ბელარუსი. ეს არის პირველი 5 ეულები 23 წლის სექტემბრიდან, როცა ჩვენ სტატისტიკა დავიწყეთ უკვე ლეგალური მიგრანტების დღევანდლამდე, მანამდე სტატისტიკა არ წარმოებდა
და ამ წლის მიმდინარე წლის ციფრებიც მოგახსენეთ. სხვათა შორის 23 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებული ლეგალური შრომითი მიგრანტების ტოპ 10-ში ბოლო ადგილზეა ირანის ისლამური რესპუბლიკა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, ამას ბევრი სპეკულირება მიმდინარეობს, ხო, თქვენც მოისმენთ, მუდმივად ამას გვაძახებენ ხოლმე და მინდა გითხრათ, რომ არის მინიმალური რაოდენობა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში შრომითი მიგრანტების მინიმალურზე დაბალი, შემიძლია ესეც გითხრათ. ისე რომ ამ მიმართულებით სტატისტიკა წარმოებს და რა თქმა უნდა ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. რაც მე გითხარით, ეს კანონი რა თქმა უნდა ამას დაარეგულირებს უმეტესწილად და იმ ჩავარდნებს აღმოფხრავს და იმედია მე ჩვენ ოფერად ვიმუშაობთ ჩვენ კოლეგებთან შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შესაბამისად იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც ეს თემა წინ წაიწევს და უკვე მოვა თქვენამდე, სვამათა დარბაზამდე და იქნება თქვენ საქმის კურსში ბუნებრივია. რაც შეეხება გერმანიაში ამ ლეგალურ დასაქმებას, თავიდან იყო საკმაოდ დიდი რაოდენობა მსურველების. მე ერთიანი სტატისტიკა გითხარით, თითქმის 4000 ადამიანი გასული. შემდეგ ნელა დაიკლო ამ ციფრმა. ეხლა ჩამოვიდა 1400-მდე ადამიანზეა ჩამოსული ჩვენ მოქალაქეზე. მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე ადამიანები მიდიან გერმანიაში სამუშაოდ. უკვე ჩვენს გარეშე სისტემა ესე იყო სწორედ აწყობილი. ჩვენ რა თქმა უნდა საზღვრის კვეთები გვაქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეხმარება ამაში. ზუსტად ვიცით ვინ მიდის და როდის ბრუნდება, მაგრამ მათ აქვთ უკვე დამსაქმებელთან იქ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მჭიდრო კონტაქტები დამყარებული. და ვინც შერჩა ამ პროგრამას იმ 4000 ადამიანიდან, ეს არის 1400 ადამიანი, რომელიც ფაქტიურად ამ სეზონურ სამუშაოებზე მუდმივად სტაბილურად მიემგზავრება იქ და მათი შრომის უფლებებიც რა თქმა უნდა დაცულია. ის სპეკულაციები, რომელიც საწყის ეტაპზე აბსოლუტურად შეგნებულად, მე ვფიქრობ, გარკვეული ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამო იყო გავრცელებული დარჩა სპეკულაციებად. ჩვენი საელჩო საკონსულო სამსახურები, საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ამ ადამიანების შრომითი უფლებების დასაცავად და იქ შრომითი უფლებების შელახვას, მათ ჩაგვრას, დევნას ადგილი არ ქონია, ბუნებრივია, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ადამიანები არ წავიდოდნენ იქ და საქართველოს მთავრობა თავის მოქალაქეებს საზარბაზდე ხორცად არ გამოიყენებს. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. სხვა სტილის, სხვა მეთოდებით მომუშავე მთავრობა არის მისი წინამორბედისგან განსხვავებით და ადამიანებს არ გაწირავს იმისთვის, რომ ისინი ბულინგის და ჩაგვრის ქვეშ მოექცენ მესამე ქვეყნებში. არ დაგიმალავთ, არის რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნებიდან, ახლა არ დავასახელებ ამ ქვეყნებს, იქ არასასურველი ფონისა და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად არ უწევთ რეკომენდაციას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების იმ ქვეყნებში გამგზავრებას. არის რამდენიმე ქვეყანა, საკმაოდ ბევრი, 10-ზე მეტი ქვეყანა არის, რომელიც გთხოვს ჩვენ, რომ აქედან გავაგზავნოთ კვალიფიციური ადამიანების გარკვეული რაოდენობა პროფესიების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ძალიან დიდი დეფიციტია უკვე კვალიფიციური ადამიანების ძალიან ბევრ სფეროში, ამიტომ ჩვენ გვინდა ჩვენი შრომითი ბაზარი დავაკმაყოფილოთ და ამის შემდეგ თუ ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, ბუნებრივია, სახელმწიფოც ხელს შეუწყობს. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ისრაელში ფაქტიურად შეჩერებულია ეს პროგრამა, იყო რამდენიმე ადამიანი გამგზავრებული, უფრო ექთნები, მომვლელ ექთნებს გულისხმობ, ბინაზე მომვლელ ექთნებს. ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოში ძალიან გვიჭირს. ჯობია ეს ადამიანები აქ დარჩენ და აქ გააგრძელონ მუშაობა, აქაც საკმაოდ მაღალანაზღაურებადი გახდა უკვე ეს პროფესია. ეს ერთი, მეორე მე მშვიდობას უსურვებ, რა თქმა უნდა, ისრაელის სახელმწიფოს ბუნებრივია, მაგრამ არის იქ გარკვეული პრობლემები, აქედან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ, რომ მოქალაქეები ჯერჯერობით იქ
გამოგზავროთ, დამშვიდდება, დაწყარდება ყველაფერი და რატომაც არა, ადამიანების თავისუფალი ნება არის, ჩვენ ხელს არავის არ შეუშლით. ბუნებრივია. გვაქვს მუდმივი კონტაქტი შესაბამის სტრუქტურებთან, ისრაელის სახელმწიფოს კოლეგებთან, საკუთარ მეგობრული კოლეგიალური დამოკიდებულება და ვითვალისწინებთ ყველაფერს. პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეს არის ამოსავალი წერტილი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე საუბარი შეიძლება. რაც შეეხება პროფესიებს, რა დამოუწყდეს აქ შემოსული ადამიანებისა, მათი უმრავლესობა კვალიფიციურია, დიდი ნაწილი თითქმის 30%-ზე მეტი არის IT სფეროში დასაქმებული. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლიბერალური ცვლილებები განახორციელა შესაბამის კანონმდებლობაში საკადასტრო კოდექსში რამდენიმე წლის უკან და ჩვენ მივეცით IT კომპანიებს იმის საშუალება რომ შემოვიდნენ საქართველოში და რეგისტრიდან გადაიხადონ ნაკლები და აქ დასაქმდნენ საკმაოდ ბევრი იყო მსურველი, ბევრი კომპანია შესაბამის რეესტრში, რომელსაც საქართველოს მთავრობა აწარმოებს დარეგისტრირდა, არის ბევრი ადამიანი შემოსული, რომელიც დისტანციურად მუშაობს. მათ რა თქმა უნდა მომავალშიც ხელს შევუწყობთ. ეს არიან ეს ადამიანები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ და იქ ომის დაწყების შემდეგ გადმოვიდნენ ჩვენთან. გადმოიტანეს ბიზნესები რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. ხა ეს ამ თემას არ ეხება, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ 25,000 უკრაინელი დევნილი ყავს ქვეყანაში, რომელსაც უვლით. ზუსტად იმ დონეზე, როგორც უვლით ჩვენ შინაურ მოქალაქეებს. დიახ, 25,000 ადამიანი, რომელიც აქ დასაქმებულია, რომელიც აქ ცხოვრობს, მშვიდად ზრდის თავის შვილებს. არის მათთვის შექმნილი უკრაინულ ენაზე სკოლები, ბაღები, მათი ადამიანები დასაქმებულები არიან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს გაგრძელდება იქამდე სანამ საჭირო იქნება. ეს არის ჩვენი კეთილი ნება, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ. მიუხედავად ყველაფრისა. მადლობა, მადლობა ბატონ გიორგი, ბატონ ლადოს. ჩავთოთ მიკროფონი. საზოგადოებრივ სამუშაოს ბოდიშ ვიხდი. ხო, ეს პროგრამა დაიწყო მე-4 წელია უკვე მიმდინარეობს. დღეს რეგისტრირებულია ამ პროგრამაში მე-4 წელია მიმდინარეობს 28,500-მდე ადამიანი არის. ხო. თითქმის 100 მილიონი იხარჯება ჩვენი ცოტა მეტი კოლეგების დახმარებით. დეფიციტურია ეს პროგრამა ხოლმე, ესეც ხდება. შარშა მეგონი 112 მილიონამდე იყო გადარიცხული შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით. ჩვენ არავის კარებს რა თქმა უნდა არ უკეტავთ ამ პროგრამაში რეგისტრაციისთვის. და გვინდა რომ ადამიანები ღია შრომით ბაზარზე გამოვიდნენ. მოახდინონ თავიანთი უნარების წინ წამოწევა, ასე ვთქვათ და ეს დაინახოს დამსაქმებელმაც და სახელმწიფომაც. პრინციპში დედა აზრი ამ პროგრამისა სწორედ ეს იყო, რომ ეს ადამიანები აქტიურად ჩამოლიყვნენ არა მხოლოდ საზოგადოებრივ სამუშაოების განხორციელებაში, არამედ ზოგადად გამოევლინათ განსაკუთრებული უნარები, ჩვევები და შემდეგ დასაქმებულიყვნენ ღია შრომით ბაზარზე. არის საკმაოდ დიდი შთამბეჭდავი ციფრი და ამიტომაც გრძელდება ეს პროგრამა. პირველი ციკლი ამ პროგრამის განხორციელების 4 წლიანია. რაღაც გავრცელდა საზოგადოებაში ესეთი მჭორად ხო ესეთი ამბავი თითქოს დასრულდება ეს სიცრუეა ეს პროგრამა რა თქმა უნდა არ დასრულდება. ხო, მაგრამ 4 წელი მე მგონი საკმარისია იმისთვის რომ გავიაზროთ ჩვენ კარგად პროგრამის შინაარსი. რა სარგებელი მოუტანა ამ პროგრამამ ჩვენ საზოგადოებას, როგორ შეიძლება მოდიფიცირდეს, რა უნდა ჩაშენდეს შიგნი. რა პროგრესი უნდა განიცადოს, გაფართოვდეს ბენეფიციართა წრე თუ შეიზღუდოს ბენეფიციართა წრე, უფრო მიზანდასახული და ორიენტირებული კონკრეტულ მოწყვლად ჯგუფებზე გახდეს თუ არ გახდეს. არის ბევრი კითხვა. რა თქმა უნდა, ამაზე სამინისტროში მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა.
დასაქმების ხელშეწყობის აგენტოს ჩართული ამ ანალიზში. ჩვენ კოლეგებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროდან, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან სხვათა შორის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურიდან და ბუნებრივია, როცა 4 წლიანი ციკლი დასასრულს მიუახლოვდება, ჩვენი შეფასება დეტალური ამ პროგრამაზე, მათ შორის კრიტიკული შეფასებაც გვექნება. შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია შესაბამისი კოლეგების სხვადასხვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან, როგორ გაგრძელდეს ეს პროგრამა, რა დაემატოს, რა მოაკლდეს მას, როგორ გახდეს უფრო მიზანდასახული, საქმეზე ორიენტირებული და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული. დიახ, მადლობა ბატონო გიორგი, ეს იყო ზუსტად ჩვენი კითხვის მიზანი დეპუტატების და რა თქმა უნდა, ალბათ თქვენი ჩართულობაც აქ მნიშვნელოვანი იქნება და ამ პროგრამის როგორ გამოვითარებთ, რას დავაშენებთ, თუ რას ჩავაშენებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ ეს იყოს. ბატონო ლადოს აქვს კიდევ შეკითხვა. მე მოსმენილი მქონდა ეს ანგარიში და მაშინაც კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მქონდა შეკითხვები ბატონი გიორგისგან და ისეთი კმაყოფილი ვიყავი ამ პასუხებით მეზრა საზოგადოებას. ეხლა მე ერთი რამის შესწავლის ნაწილში ერთი რამე. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ დაუპირისპირდით ხელისუფლება და ამას მეთოდურად პერმანენტულად ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს არის სიღარიბის დაძლევა, სოციალური დატვირთვა, სოციალური შემწეობა არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოახერხებს სახელმწიფო შესთავაზოს ის არეალი თავის კაპიტალიზაციის კუთხით. ანუ ყველა ადამიანს უნდა რომ თვითონ იყოს დასაქმებული, გააკეთოს თავის საქმე ერთად, ინდივიდუალურად, კოლექტიურად და ამის პოლიგონი უნდა იყოს ქვეყანა და საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფილია, გარკვეული გამოცდილება დაგროვდა. ეხლა მე სიამონა ეს ციფრი მე მის კითხვა-პასუხმა გამოიწვია პასუხის და მე სიამონა რომ თავარი მიზანი რა არის, რომ ღია ბაზარზე გამოვიდეს კონკურენტული ადამიანი. პირველი გადალახოს ის შიში, რომ სახში ყოფნის შიშით გარეთ რეალიზაციის კუთხით, რომ მე ეს არ აისახოს მის შემოსავალზე და ამან არ გამოიწვიოს სოციალური ფენიდან და ფარულ ჩრდილში გადასვლა და ეს ენდო უკვე სახელმწიფოს ადამიანი და ღიად გამოდის ამ ბაზარზე და მეორე ის რომ ეხლა დამოიმედებელი იყო რომ ღია ბაზარმაც მოითხოვა ამ ადამიანების თავი და ისინი კონკურენტულ ველზე გამოვიდნენ. ეს არის მისასალმებელი ფაქტორია. მე მინდა ერთი რამე კითხვა, ჩვენ ვახსენებთ ლეგალურად 40,000 დასაქმებული და გარდა ამისა კარგად ვიცით მისამართები საიდან ჩამოსული რა სპეციალობის ყველაფრის. შეკითხვა მაქვს რა ბალანსი როგორ არის ეს ადამიანები განთესილი სულიად საქართველოში რეალიზებული. ძირითადად თბილისში არიან თუ არიან ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ამის იმასები თუ გვაქვს პირველი და მეორე როგორც ჩვენს მოსახლეს რომელიც ცირკულარულ მიგრაციაში ჩართული ერთ-ერთი ენის ცოდნა აქვს ვალდებულებად რომ იქ ჩადის იმ ქვეყანაში, მასმინძელ ქვეყანაში, პატივისცემით ეპყრობა იმ ქვეყანაზე, მის ენას ფლობს ან ისეთ ენას, საერთაშორისო ენას, რომელიც მის საქმიანობას ხელს არ შეუშლის. ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულები გაიდან რო არიან, როგორ ფლობენ სახელმწიფო ენას, ამაზე ხო არ არის აქცენტი გაკეთებული. ქართულად აზროვნება ძალიან ძნელია, შეიძლება უცბად 2 წელიწადში, მაგრამ ენა სამეთყელო კომუნიკაციისათვის აქვს თუ არა და იმიტომ რომ კაბატონი იმას გავშევერთები, როდესაც ამ სერვისით მოსარგებლეები ჩვენ გვირეკავენ და პრეტენზია სამართლიან საყოველთაოს გეუბნებიან, ამადენმე ელემენტარულად ქართულად ვერ გააგებინებ ვერაფერს. და საქართველოს კვიდრი ბინადარი აბორიგენი მოსახლე არ არის ვალდებული ყველა ენაზე ლაპარაკობდეს. მისთვის სახელმწიფო ენა თავარია და ამ ენაზე უნდა მოხდეს კომუნიკაცია, ისე როგორც არის სერვისის შეთავაზება და ეს იქნება მძღოლი თუ ბინაზე მომსახურება იმას. ამიტომ ეს საყოველთაო მისაღებია ჩვენი მოსახლიდან და ჩვენ უნდა ქმედითად ზუსტად საკანონმდებლო ჩარჩოებში მოვაქციოთ სავალდებულოება ენის ცოდნის. თუ მაინც ისინი სარგებლის მომტანი არიან ჩვენი ქვეყნისათვის მათი დასაქმების კუთხით, ეს პირობაც უნდა შეასრულონ სახელმწიფო ენას პატივისცემ და მე არ ვამბობ, რომ ისტორია იცოდნენ და ეხლა მოკლენ ჩვენი რეგიონი. მთავარია რომ იცოდნენ ქართული ენა. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ლადო. დიახ ბატონო გიორგი. განშლას რაც შეეხება შრომით იმიგრანტების მათი უდიდესი ნაწილი ურბანულ ცენტრებშია, განთავსებული თბილისში, თითქმის 60%-ზე მეტი. შემდეგ მოდის ბათუმი,
მცირე რაოდენობა მათი არის ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, თელავში გადანაწილებული. და ეს პირველი გამომდინარეობს მათი საცხოვრებელი პირობებიდან, მათი შემოსავლებიდან და მათი ბიზნესების კონცენტრაციიდან. ბუნებრივად არიან ისინი კონცენტრირებული დედაქალაქში. სახელმწიფო ენას რაც შეეხება, ეს შეიძლება ვთქვა, რომ ნაკლებად არის ჩანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია, მაგრამ ზოგადად ყველას გვაწუხებს. ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ქართველები ვართ, სახელმწიფო ენაზე მეტყველება აუცილებელი არის ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ამას ყოველ დღის ნაბიჯზე ვაწყდებით, როცა ადამიანი დასაქმებული ვერ ფლობს სახელმწიფო ენას და მასთან კომუნიცირება არის საკმაოდ გაძლიერებული და გართულებული. ეს ცვლილებები, ვფიქრობ, რომელზეც მე ვისაუბრე ამდენჯერმე, იმედი ამ გვარ პრობლემებს აღმოფხრის და როცა რაღაცა ლეგალურ ჩარჩოებში მოექცევა ეს ყველაფერი ადამიანებს, თქო უნდა პასუხისმგებლობის გრძნობაც ერთი ასად გაეზდებათ და მიხვდებიან, რომ იმ ქვეყანაში, სადაც შემოსავლისთვის არიან შემოსულები სხვათა შორის და იყო ესე ტენდენცია ყველას გახსოვთ ხო ქართველები მიდიოდნენ უცხო ქვეყანაში და იქიდან რიცხავდნენ შემდეგ აქეთ თანხებს. ეხლა ტენდენცია ნელა იცვლება, ჩვენთან შემოდიან ადამიანები და აქედან რიცხავენ თავიანთ სამშობლოში გარკვეულ დანაზოგს. ეს ერთი მხრივ იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვიზდებით როგორც ქვეყანაში ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, სტაბილურად ვითარდება და მომხიბვლელი გახდა აქ შემოსვლა და დასაქმება, მაგრამ მინიმალური სტანდარტებია მაგალითად ისეთი როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონ ლადო, შეეხება სახელმწიფო ენას და სხვა მნიშვნელოვან ატრიბუტებს ჩვენი ყოფის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იყოს დადგენილი და დაცული. მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი, შეკითხვები აღარ არის, მაგრამ მოვისმინეთ ეს საკითხი და წინადადებით შემოვალ, რომ დამაკმაყოფილოთ შევაფასოთ მთავრობის მუშაობა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშვინარის მომხრე, გთხოვთ ხელისაწევით. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი, მადლობა ბატონო თამარ. გადავდივართ დღის წესრიგის მეორე საკითხზე, ეს არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა. მივესალმები ბატონ გიორგი კაკაურიძეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. გისმენთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. მოგესალმებით, გასული წელი საკმაოდ კარგი იყო, არა მარტო გასული, არამედ ბოლო 3 წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში ჰქონდა საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს მაღალი ზრდის ტემპები შენარჩუნებულია მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც. იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11.1%, თებერვალში იყო 7.7%, ხოლო მარტში 9%. ჯამში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შეადგენს 9.3%. ამასთანავე ინფლაციის მაჩვენებელი მიუხედავად იმისა, რომ მარტში დაფიქსირდა 3.5%, ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი, შესაბამისად ამან საბაზო ეფექტი შექმნა და საბაზო ეფექტის გამო იყო შედარებით მაღალი ნიშნული მარტში, თუმცა თუ შევხედავთ პირველი კვარტალის საშუალო მაჩვენებელს 1.7%-ის დონეზეა, რაც ასევე ჯერჯერობით ნაკლებია მის მიზნობრივ მაჩვენებელზე. რაც შეეხება საგარეო სექტორში და დავიწყებ საგარეო სექტორის ნაწილს ვაჭრობით, ჩვენ წლის პირველ კვარტალში გვქონდა ჯამში 5.618 მილიონი დოლარის ვაჭრობა, მათ შორის ექსპორტი იყო 1.401 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი იყო 4.217 მილიონი დოლარი. აპრილის მონაცემების გამოქვეყნდა უკვე აქ ექსპორტის მონაცემები გაცილებით კარგია, ჯამში პირველ 4 თვეში 14%-ზე მეტია ზრდა, თუმცა თვითონ უშუალოდ აპრილი გაცილებით მაღალი ნიშნული იყო, 40%-მდე იყო ზრდის მაჩვენებელი. სავაჭრო პარტნიორებსაც რო შევხედოთ, ევროკავშირია პირველი ადგილზე, 1.158 მილიონი დოლარის ვაჭრობა ჰქონდა ევროკავშირთან, 20.4%-ია მისი წილი, შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები 11.9%-ით და შემდეგ თურქეთი 11.8%-ით.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას საგარეო სექტორიდან, ეს არის ტურიზმი. ტურიზმის ნაწილში პირველი კვარტალი არის ვიზიტორების რაოდენობის კუთხით, ჯამური ვიზიტორების დაახლოებით 1,3% გაზრდილი, 1,172,000 ვიზიტორი იყო საქართველოში, უშუალოდ ტურისტული ვიზიტების კუთხით 2,2%-ია და 959,000 ტურისტული ვიზიტი შედგა წლის პირველ კვარტალში. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს ქვეყნის ეკონომიკაში 826 მილიონი დოლარი შეადგინა და 2,3% არის გაზრდილი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. კლება გვაქვს ფულად გზავნილებში, რაც მოსალოდნელიც იყო, ეს იყო ერთჯერადი გადმორიცხვები, რაც ომის დაწყების შემდგომ ჰქონდა ადგილი, 2023 წელს იყო საკმაოდ აქტიური, 24-ის პირველ ნახევარშიც კლების ტენდენციით ხასიათებოდა, თუმცა მაინც მაღალ დონეზე იყო. დღეის მდგომარეობით უკვე რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვები არის იმაზე დაბალ ნიშნულზე, ვიდრე ეს იყო ომამდე პერიოდში, შესაბამისად აქ უკვე შემდგომი კლება პროგნოზირებული არ არის. ჯამში გარდა რუსეთისა სხვა მიმართულებებიდან ზრდა გვაქვს და ჯამში 697 მილიონი დოლარია, რაც წმინდა ფულადი გზავნილების სახით მივიღეთ. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტს, ნაერთ ბიუჯეტზე რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს მოგახსენებთ. შემოსავლები ჯამში 6 მილიარდ 551 შემოსავლები, 6 მილიარდ 551 მილიონი ლარი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 102,1%-ია. მათ შორის გამოყოფ გადასახადებს, რომელმაც შეადგინა 6 მილიარდ 77 მილიონი ლარი, ესეც გადაჭარბებით არის შესრულებული და 100% შეადგენს და ამავდროულად 623 მილიონ ლარამდე დაბრუნებულია დაღეგეზეთ მეტობის სახით კომპანიებზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. ასევე მნიშვნელოვანია ნაერთი ბიუჯეტიდან პრივატიზაციის მაჩვენებელი, რომელიც შეადგინა 161 მილიონი ლარი, 156%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის და მესამე მნიშვნელოვანი პარამეტრი ეს არის დეფიციტი, ჩვენ მოგეხსენებათ წლევანდელი ბიუჯეტი დაიგეგმა 2,5%-ის დონეზე მთლიანში დეპროტთან მიმართებაში, პირველ კვარტალში მისი მაჩვენებელი 0,2%-ის დონეზეა. უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს რაც შეეხება, ჩვენ პირველ კვარტალში ახლა შემოსავლები გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში შემოსავლება 102,1%-ია. აქაც გადასახადები გადაჭარბებით არის 102%-ია, 102,3%-ია, 5 მილიარდ 428 მილიონ ლარზე მეტი იყო, გრანტები 59 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სხვა შემოსავლები 212 მილიონ ლარზე მეტია. პრივატიზაციაც სახელმწიფო ბიუჯეტში 100%-იანი გვაქვს შესრულება, 70,6 მილიონი ლარი, სესხების დაბრუნება 155 მილიონ ლარამდეა და რაც შეეხება ვალების ნაწილს, ჩვენ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით პირველ კვარტალში მივიღეთ 612,9 მილიონი ლარი, საინვესტიციო კრედიტების ათვისება იყო 123 მილიონ ლარამდე, ხოლო ვალის მომსახურებაზე, საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე მიმართა 524 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალის ნაწილში 352 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს, მოგეხსენებათ პირველ კვარტალში ჩვენ გვაქვს ჯამში დაგეგმილი ჰქონდა 27 მილიარდ 951 მილიონი ლარი ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, პირველ კვარტალში საგასო შესრულება გვაქვს 6 მილიარდ 394 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის პირველი კვარტალის 94,3%-ია, ხოლო წლიურ ბიუჯეტს თუ შევადარებთ, დაახლოებით 23%-ია, რაც თანხმედრაშია იმ დინამიკასთან, რაც გვაქვს ხოლმე ზოგადად პირველ კვარტალში ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით. აქ უწყებებსაც თუ შევხედავთ, დიდი ბიუჯეტის მქონე უწყებები შესრულება არის საკმაოდ კარგი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 97,8%, 678 მილიონი ლარია შესრულებული, გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 190 მილიონ ლარს გადააჭარბა და 93,3%, ინფრასტრუქტურის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 477 მილიონ ლარზე მეტია და 104,8% და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყება 2 მილიარდ 199 მილიონი ლარია ათვისებული, თითქმის 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი, 99,6%-ია
კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში და წლიურ გეგმასთან მიმართებაში 24.9%. საკმაოდ თანმიმდევრულად და ზუსტად მიყვება პროგრამების განხორციელება. მათ შორის თუ შევხედავთ პროგრამულ დონეზეც, როგორც სოციალური პროგრამების ნაწილში, ჯამში სოციალური პროგრამის მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე მიიმართა 1.562 მილიონ ლარზე მეტი და 99.7%-ია, ხოლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე მიიმართა 551 მილიონ ლარზე მეტი და 100.2%-ია, ანუ შესრულების ნაწილში ახაც პრობლემები არ გვაქვს, ისევე როგორც დასაქმების ნაწილზე, ვინაიდან დასაქმების მიმართულება იყო დღის ეს რიგის წინასაკითხი, ახაც აქ ვიტყვი 26.3 მილიონი ლარია ათვისებული და აქაც 99.9% შესრულების მაჩვენებლით. დიდი მადლობა, ეს არის ძირითადი მადლობა ბატონო გიორგი, როგორც სულ ამომწყურავად და სრულად. ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისათვის. კითხვები გვაქვს? რამდენჯერ ვიმეორებ, რომ გიორგის მოსმენა, საერთოდ ჩვენთან წარმოადგენლის თუნების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ის რეალურ ფაქტებს და არგუმენტებს ეყრდნობა. მე ორი შეკითხვა მაქვს. ერთი პირდაპირ თქვენი მისამართი არ არის, მაგრამ მე გარეთ ხო ვისმენთ, უყურებ ტელევიზიებს, ვალდებულება გვაქვს ასეთი და აუცილებელია პიროვნულ დონეზეც მოსმენა, კომუნიკაცია პირდაპირ უკავშირები. ყურძე მოხდა ციფრი საქართველოში ინფლაცია მატულობს. ახლა თქვენ მეც ვიცი რომ ეს ესე არ არის, ერთხელ გაჟღერდოთ თქვენგან 3.5% და მე იყო შედარებული იმ ერთი ტარგეტთან მიმართებაში და აქ საგანგაშო არაფერი არ არის, მაგრამ მე მესმოდა 4%, 4.5%. საინაღებულობენ ამ ციფრებს ის ადამიანები, თუ ეს ტყუილია. იმიტომ რომ ან თვითონ თვლიან და თვითონ მოაქვს თავისთავი რომ არიან ყველაფრის ცოდნენი და ამითი თავგზას უბნევენ იმ სიგმაში არ ჩახედილ ადამიანებს. ეს პირველი. და მეორე, ეს შეიძლება თქვენ არ თქვენ შეიძლება გქონდეთ პასუხი კიდევაც. ეროვნული ბანკის პრობლემა, ისა პრობლემა არა, საკითხია. რეზერვების შევსების კუთხით როგორ არის საქმე? როგორ იფსება ეს რეზერვები, რომელიც გარკვეულწილად სავაჭრო თემა იყო, აი საქართველოს ხარჯავს დოლარის კურსის დასაჭერად, ვალუტის და აი ამაზე იყო ანგაჟირება ადამიანების და აქ როგორ არის ხო არ მეთქვით რამეს? დიდი მადლობა. პრინციპში ორივე ეროვნული ბანკის საკითხია, რაც თქვენ ახსენეთ, მაგრამ შემიძლია გარკვეულწილად გიპასუხოთ. პირველ რიგში ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენ სპეციალურად ვახსენებ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონდა მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი ინფლაცია, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ საბაზო ეფექტი არის მაღალი. ამ შემთხვევაში ჩვენ ბიუჯეტის პროგნოზით ჰქონდა, რომ საშუალო ინფლაცია წლიური იქნებოდა 3.1% დაახლოებით. ამ ნიშნულზე ჰქონდა დაგეგმილი ბიუჯეტი და ჯერჯერობით საშუალო ინფლაცია გაცილებით დაბალია. ადამიანების ექსპერტების პროგნოზებს ნებისმიერი რაღაც შეიძლება თქვან, ზოგი 6 ძახდა, ზოგი უკვე დეფიციტი უნდა ქონოდა, რა ვიცი, პირველ კვარტალშიო 3%-ზე მეტი იქნება უკვე დეფიციტიო და თალკე რეზერვებზე 500 მილიონსაც ვერ იყიდია წესრიგმა. ბევრნაირი მოსაზრება მესმის, თუმცა პროგნოზი არის, რომ ინფლაცია გვექნება დაახლოებით 3-დან 4-მდე შუალედში, ანუ მე ვიძახი, რაც შეიძლება მიაღწიოს, თუმცა ჯერჯერობით არის 1.7%, რაც შეეხება რეზერვების ნაწილში, აქაც მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მიყვება ეროვნული ბანკი, რაც ოფიციალური მონაცემებია უკვე წელს საკმაოდ დიდი მოცულობით იქნა რეზერვები შევსებული და მე ხლა არ მაქვს უფლება ეროვნული ბანკის ნაცვლად ვილაპარაკო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წელს მინიმუმ 700-800 მილიონი დოლარის რეზერვის შეძენას შეძებს ეროვნული ბანკი, ვინაიდან შემოდინება ვალუტის და ასე შემდეგ აძლევს ამის საშუალებას, მათ შორის დოლარის ინდექსი აძლევს იმის საშუალებას, რომ ეს რეზერვები დააგროვოს. დიახ, ბატონო გიორგი, გუშინაც დაადასტურა ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა თავის ინტერვიუში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზერვები ატარებს და ეს მისასალმებელია ნამდვილად ჩვენი სახელმწიფოს ესეთ მისდროებით და ეროვნული ბანკის სწორი მიმართულება და მუშაობა, ისესაც ძალიან დიდი მადლობა. წინადადებით შემოვალ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა გიორგი კაკაურიძემ წარმოგვიდგინა, დადებითად შევაფასოთ, სხვა მოსაზრებები ხო არა გაქვთ? ბინარი მომხრე. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, უკვე დავიწყოთ მზადება 26 წლის ბიუჯეტისთვის იმ მოსაზრებებებით, რაც გვაქვს ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებით.
მადლობა. და გადავდივართ დღის წესრიგის ბოლო საკითხს. ეს არის საქართველოს მოქალაქე ზაალ წერეთლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დამატებით რამდენიმე საეკლესიო დღესასწაულის სამოქალაქო უქმედ გამოცხადების შესახებ. მინდა ვთხოვ განმარტებები იურიდიულ დეპარტამენტს, ბატონო ჯაბა გისმენთ, რომ გითხრათ და შემდეგ მოგესალმებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს 9 საეკლესიო დღესასწაულის უქმედღეთ გამოცხადებას. ამ დღეების ჩამონათვალი მოცემულია დარიგებულ მასალაში, ამიტომ აქ არ ჩამოვთვლი. უქმედ დღეებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებებზე კომიტეტს არაერთხელ მიუღია გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ შრომის კოდექსით დაწესებულია 18 უქმედ დღე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნებში როგორც წესი უქმედ დღეების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. საქართველოზე მეტი უქმედ დღე დღეს არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არაა და საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების მიღება გაზრდის უქმედ დღეების რაოდენობას 27-მდე, რითაც საქართველო პირველ ადგილზე გავა მსოფლიოში ამ მაჩვენებლით. თანაც დამატებითი უქმედ დღეების კანონით დაწესება ზიანს მიაყენებს დამსაქმებლებს, რადგან მათი საქმიანობა შეფერხდება ამ დღეებში. წინადადების ავტორი მიუთითებს, რომ მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიაში მისვლას, თუმცა 2020 წელს სამუშაო დროის რეგულირების კუთხით შრომის კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რაც ხელს უწყობს დასაქმებელს ჰქონდეს მეტი თავისუფალი დრო, მათ შორის ეკლესიაში მისასვლელად. კერძოდ, თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არანაკლები 6 საათია, დაწესებული არის სუმცირე 1 საათიანი შესვენება. და ასევე დასაქმებელს ეკუთვნის ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ 24 საათიანი უწყვეტი დასვენება, ან მხარეთა შეთანხმებით მინიმუმ 48 საათიანი უწყვეტი დასვენება 14 დღის განმავლობაში. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ჯაბა. მინდა მადლობა უთხრა ბატონ ზაალ წერეთელსაც ამ წინადადებისთვის. მართლაც თქვენ წარმოადგენთ სწორად სრულად ის ინფორმაცია, რომ 18 რელიგიური დღესასწაული გვაქვს წლის განმავლობაში. ჩვენ და პირველები ვართ ნამდვილად ევროპაში, თუმცა შრომის კანონმდებლობით ამავე დროს გათვალისწინებულია, თუ კი 6 საათზე მეტი მუშაობს ადამიანი დღის განმავლობაში, მას სამუშაო კვირის განმავლობაში 24 საათი დასვენება ეკუთვნის და შეთანხმების პირობების შემთხვევაში 2 კვირის მუშაობის შემთხვევაში 48 საათზე ნაკლები არ უნდა ქონდეს. ამიტომ პრაქტიკულად საშუალება ექნება. მე მაინც ვგონია, რომ ეს წინადადება არ იქნეს მიღებული დღევანდელი დღიდან გამომდინარე, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, ეკონომიკურიც დაგვაქვს, რა თქმა უნდა, დამსაქმებელზეც ვფიქრობთ და დასაქმებელზეც, თუმცა მინდა ბატონ ზაალ წერეთელს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ წინადადებისათვის. და ეხლა მოსახლისთვის ვამბობ ამას და აქ შეგნით. დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის ავტორს ამ წინადადების. მე ხა ესეთ რამეს ვიტყვი. ბიოლოგიური არსება ადამიანი რო ცხოველმყოფელობს, მაინც რეკომენდირებულია 8 საათი ძილი, ანუ მე-13, 24 საათიდან მე-13 ამას არაკეთებს ნაწილი, ახალგაზრდების საერთოდ ძილის პრობლემა აქვს და გამოწვევები, მე ვამბობ ფიზიოლოგიას. და წარმოიდგინეთ თქვენ, როგორ ზუსტად ზის ჩვენი ქვეყანა ამ შემთხვევაში 52 კვირა, დავიშავათ კვირებით არის 104 დღე. 104 დღე, 18 დღე რელიგიური დღე, 122 დღე. 300 მე-13-ია ზუსტად 366 დღე არის ეს ჯამში. ანუ ის თანაფარდობა დასვენებასა ფიზიოლოგიურ საათებს 24 საათიან რეჟიმსა და წლის განმავლობაში 366 დღიდან მე-13-ს ისვენებს ადამიანი, მე მგონი ეს ფიზიოლოგია სრულად მიყვება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ეხლა ახალგაზრდების ოდის, ვინც თავის პერსპექტივას, კარიერას და ერთი წუთი ზედმეტად არ უნდა დაკარგოთ. მე წამსვლელ თაობას ვეკუთვნი და ძალიან დიდი გამოცდილი ადამიანების გაზრდილი თაობაა, ჩემი თაობა, ძალიან ჩვენ წინ გვიძღოთ ადამიანები. ილია ჭავჭავაძე არის ჩვენთვის საზომი და რა ვიცი, საფიცარი და ხატი და
აბა დააგვიდით, წაიკითხეთ მისი ცხოვრება, გადაავლეთ თვალი ერთხელ და 4 საათზე მეტი არ ძინებია და არ დაუსვენია მთელი თავის შეგნებული ცხოვრება, თავის 70 წლის უნდა გამختارიყო, 70 წლის ბოლოში წითლების ტყვია იმსხვერპლა, გამიზნულად, მაგრამ მაგალითი იყო, როგორ შეიძლება ადამიანმა სასვენ ნიშნებსაც კი მოსვენება დაუკარგოს. ცხოვრება ისეთი რამეა, რომელიც არც ფუქსავატობაში არ უნდა დალიო და უსაქმრობაში არ უნდა დალიო. კაც მოგეცა ღმერთისაგან უფლება იცხოვრო, ეს სამყარო აითვისო და დასვენებაზე ფიქრობდე, მე ამას არასწორად მივიჩნევ. მე არ ვიცი, შეიძლება ჩემი პროფესიას ასე იყო, ექიმი არასოდეს დასვენებული არ არის. არ არსებობს არც ერთი წუთი ექიმის დასვენების. პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე არ შეიძლება ერთი წუთი დასვენებული იყოს. იმიტომ უამრავი პრობლემებია და ამაში თავისთავად უნდა დაინახოს სხვათა დამხმარე და მის გვერდზე მდგომა და ამიტომ არ ვიცი, განწყობისათვის ალბათ მისი შეხედულებები პატივსაცემი უნდა იყოს აზრის გამოხატვაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ დემის, მაგრამ როგორც მოხსენებელმა ბატონ ჯევამ აღნიშნა, მთელი კორიანტელია ადამიანთა რიგში ჩამდგარი, როგორმე დავამატოთ დასვენების დღეები. მე ისე შეიძლება ადამიანმა შრომა გადაანაწილოს, რომ ეს დასვენება იყოს სავსებით რეალისტური დახარჯული ძალის აღსადგენად. ამიტომ აქეთ შრომის კულტურისკენ მოუწოდო და ადამიანებს თავის რეალიზაციის გზაზე თავისი პოტენციალის სრულად გამოყენებისკენ მოუწოდო. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო და სხვა მოსაზრებები ხო არ აქვს დეპუტატებს, კომიტეტისებს. კარგით, ესე იგი წერადადები ერთი გვაქვს, რომ ხარი არ დაუჭიროთ. ხარი არ დაუჭიროთ. დიდი მადლობა, ამით კომიტეტის თემა დასრულებულია.